დღეს მოკლედ ვისაუბრებ რუსეთ-საქართველოს ომის თემასთან დაკავშირებით და მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ კატეგორიული იმისა, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენ რუსეთთან ჩავებათ ომში. ამის მე პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვფიქრობ, რომ ომის შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს. ჩვენ დავკარგავთ სუვერენიტეტს, ჩვენ დავკარგავთ დამოუკიდებლობას, ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას, სახელმწიფოს დავკარგავთ. და 1% არ გვაქვს ჩვენ იმის შანსი, რომ ომის შემთხვევაში რამე წარმატებას მივაღწიოთ. მე ძალიან მიკვირს და გული მწყდება, რომ უკრაინის აი ამ უბედურებამ ადამიანებს რეალობა ვერ დაანახა და აი უკრაინის ტრაგედია სწორად ვერ შეაფასეს ადამიანებმა და ვერ გამოიტანეს გაკვეთილი ამ სიტუაციიდან, იმიდან თუ რა დაემართა უკრაინას რუსეთთან ომის წარმოებით, ხო? რა დღეში არიან და რა დაკარგეს და რამდენს დაკარგავენ კიდევ. აი აქედან ვერ ისწავლეს ადამიანებმა ვერაფერი, ვერ შეაფასეს უკრაინის პროცესები რეალურად და ნათლად თუ რა პროცესები ვითარდება და რაც ხდება. და აი ესეთი ადამიანები, აი ჩემნაირ ხალხს ეძახიან მოღალატეებს, რა ვიცი, რუსების შნირებს, გამყიდველებს და 1000 სისულელებს და აი ჯიღისცემით, აი თურმე ჩვენ რუსეთს უნდა ვეომოთ, ეგ არის თურმე ვაშკაცობა, ეგ არის თურმე მაგარი კაცობა და საერთოდ აზრი არ არიან თან აი ეს ადამიანები არაფრის. და რატომ ეხლა ვიტყვი ამას? შენ თუ მაინც და მაინც იმას ფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის რუსეთთან ომი და ვერაფასებ იმას თუ რამდენჯერ ძლიერია რუსეთი შენთან მიმართებაში, ხო? ელემენტარული რაღაცები უნდა გააკეთო შენ იქამდე სანამ ომს დაიწყებ უეჭველად და ეს ელემენტარული რაღაცები არის ის, რომ პირველი უნდა შენ იზრუნო, რომ შეიძინო შეიარაღება, ხო? უნდა გააძლიერო ქვეყნის თავდაცვა, უნდა შეიძინო ტექნიკა, სხვადასხვა სახის შეიარაღება, უნდა შენი მოსახლეობა მზად ყავდეს ომისთვის და ქალმაც, კაცმაც, დიდმაც, პატარამაც, ყველამ უნდა იცოდეს, ვის რა როლი და ფუნქცია ეკისრება ომის შემთხვევაში. უნდა გააძლიერო თავდაცვითი ზღუდეები, ხო? უნდა აშენებდე თავდაცვით ზღუდეებს და ყველა უნდა ჩართული იყოს ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაში. უნდა მოსახლეობა სისტემატურად ამზადებდე, უნდა ატარებდე შეკრებებს წელიწადში ერთხელ მინიმუმ, ან ორჯერ, ან სამჯერ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადადგა ის ნაბიჯი, რასაც ქვია ომი. ხო, შენ თუ ამ საკითხს სერიოზულად უყურებ და თუ რამე ან თავი თუ გაბია და ჯანსაღი ადამიანი ხარ, აი ესენი მე რაც ჩამოვთვალე, აი ეს პროცესი არის უეჭველად გასავლელი ომამდე. თუ გინდა რომ რამე წარმატებას მიაღწიო და მე ზუსტად ვიცი რომ ჩვენ აი რანაირადაც არ უნდა დღეს მომზადებული ვიყოთ, ძალიან გაგვიჭირდება რუსეთთან ომის შემთხვევაში რამე წარმატების მიღწევა, რაც არ უნდა შეიარაღება გქონდეს. ვფიქრობ, რომ არ ვიცი 1% აი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში საუკეთესო შეიარაღება რო გქონდეს, საუკეთესო თავდაცვითი ზღუდეები, ნაგებობები რო გქონდეს აშენებული, ყველამ რო ვიცოდეთ ჩვენი როლი და ფუნქცია და მომზადებული ვიყოთ სერიოზულად ომისთვის ადამიანები, ყველა ამ ქვეყანაში მცხოვრები მოხუციც, ახალგაზრდაც, ბავშვიც, საშუალო ასაკისაც, ქალიც, კაციც, ასეთ შემთხვევაშიც ალბათ შეიძლება 1% გქონდეს წარმატების მიღწევის, ხო, რუსეთთან ომის შემთხვევაში. და მაშინ როცა ჩვენ დღეს აი ამ დღეში ვართ, რა დღეშიც ვართ, კაცმა არ იცის ომის შემთხვევაში ვინ რა უნდა გააკეთოს და ვის რა როლი და ფუნქცია ექნება, ხო? დარწმუნებული ვარ ომის შემთხვევაში ძალიან ბევრი გაიქცევა. ჯერ რა ვართ, ხო, ისედაც ქართველები და აი რაც ვართ, დავჩებით კიდე იმის ნახევარი, ვინც
ომის შემთხვევაში დარჩება, ამაში დარწმუნებული ვარ და ამის მაგალითებიც გვაქვს, ხო? აი ასეთი რეალობიდან გამომდინარე შენ რომ ჯიღზე იცემ ხელს და გატივი ხარ რომ თურმე ომი ვისაც არ უნდა მოღალატია და აი ომი არ ვიცი ან შეგნებული რეგულად ღალატობ ქვეყანას და იმეტებ იმისთვის რომ დავკარგოთ ყველაფერი რაც ჩამოვთვალე ხო დავკარგოთ სუვერენიტეტიც დამოუკიდებლობაც და სახელმწიფოც ჩვენ დღეს რუსეთთან რომ გავგიჟდეთ და ომის ფაზაში შევიდეთ დარწმუნებული ხავით რომ ყველაფერს დავკარგავთ და მე კაცმა არ იცის როდის რა იქნება და შეიძლება მერთმა არქნას საუკუნეები დაჭირდეს მე იმას რომ ჩვენ ისევ დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და გქონდეს სუვერენიტეტი და ჩვენი ენა ჩვენი საზღვრები მოკლედ და ჩვენი სახელმწიფო ხო და აი ამისთვის რომ იმეტებ შენ ქვეყანას იმიტომ რომ რაღაცას გავუაზრებლად რაღაცას იდეას აწვევი და ჩემნაირ ადამიანებს ეძახი გამყიდველებს ჩმორებს და 1000 სიბინძურეს და სისულელეს და შეურაცხყოფებს აყენებ შენ ხარ ან შეგნებულად მართლა ამ ქვეყნის მოღალატე და გინდა რომ აქ ყველაფერი მოისპოს და საქართველოს ამ ფორმით რომ აღარ არსებობდეს ან შეგნებულად მიყავს საქმე მაკეთკენ ან ხარ უბრალოდ ხეპრე რეგვენი რომელსაც არ შეუძლია ელემენტარულად იაზროს სხვა აქ არ ვიცი რა უნდა ვთქვა ჩვენ რა თქმა უნდა მორალური უფლებაც გვაქვს და სამართლებრივიც რომ რუსეთთან ვიობოთ იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ როცა იცი რომ ამ ომის შემდეგ უარეს დღეში ჩავარდები და ყველაფერს დაკარგავ, ხო? არ უნდა ჩაერთვა, რა თქმა უნდა, ასეთ ომში და უნდა მოთოკო შენი ემოციები, რაღაცა შენი მოკლედ კომპლექსებიც და სიამაყეც და ყველაფერი და რეალურად საღად ჯანსაღად უნდა გამოიტანო დასკვნები და შეხედო სიტუაციას, შეაფასო პროცესი და მე ისე უნდა დამიძახო მე მოღალატე და ისე უნდა გადადგა ნაბიჯი ხო არ ვიცი სხვა რა ვთქვა ასეთ ადამიანებზე დიდი ხანია აი რომ ეს რასაც ვიძახი რომ აი მოღალატეებს გვეძახიან და შეურაცხყოფებს გვაყენებენო უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აი ესე არის ჩვენი საზოგადოება რაღაცნაირად დაყოფილი ანუ ადამიანები რომლებიც ისე ფიქრობენ როგორც მე და მეორე მხარეს დგომი ადამიანები რომლებიც საქართველოს იმეტებენ დღეს რუსეთთან ომისთვის ჩემნაირ ადამიანებს გვეძახიან მოღალატეებს რუსეთისთვის ტრაგის მიმცემებს ჩმორებს და 1000 სისულელებს და აი ამ ვიდეოთი ასეთ ადამიანებს შევეცადე რომ გამეცა პასუხი და კიდევ ერთხელ ამეხსნა ჩემი პოზიცია თუ რატომ ვარ კატეგორიული წინააღმდეგი დღეს რუსეთთან ომის